რეპრესიულ კანონებს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებები ირღვევა. საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება უკვე დასასრულს უახლოვდება და დოკუმენტის შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში წარადგინონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანიფესტაციის შესახებ გაფრთხილების ვალდებულება კონსტიტუციით ისედაც არის გათვალისწინებული, თუმცა პრობლემურია მისი შინაარსობრივი გამოყენება. ნიღბის ტარების აკრძალვის შესახებ კი მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი შეკრების პირობებში მსგავსი შეზღუდვა გაუმართლებელია. მან პრობლემურად შეაფასა ჯარიმების ზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღებაც. მოქალაქეებმა გავასაჩივრეთ რამდენიმე მუხლი ამ შეკრება მანიფესტაციის კანონის, მათ შორის მე მაქვს გასაჩივრებული ტროტუარის კანონი და ჯარიმები 5000 ლარიანი ჯარიმები. და თუკი სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმეში, ეს იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ყველა ეს მუხლი ვიდაოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. იმდენი არაკონსტიტუციური ცვლილება შევიდა ამ კანონში, რომ სახალხო დამცველი უბრალოდ თვალს ვერ დახუჭავს ამაზე. ეს უკვე სისტემური დარღვევის ხასიათს იღებს, მასობრივი დარღვევის ხასიათს იღებს და სახალხო დამცველი ამაზე თვალს ვერ დახუჭავს. სახელმწიფოს მართებს, რომ გამოიჩინოს მიმღებლობა, ტოლერანტობა ისეთი შეკრებების მიმართ, რომელმაც შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების წესი შეაფერხოს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, გარდა იმისა, რომ არ არის თავსებადი კონსტიტუციის სტანდარტებთან, ასევე ითვალისწინებს არაპროპორციულ სანქციებს დამღობებისთვის. მექნებოდა სურვილი, რომ სახალხო დამცველს ესეთი გამოხმაურებები მოქონოდა ჯერ კიდევ იმ პროცესში, როდესაც ხდებოდა ამ კანონის მიღება და არა მას შემდეგ, როდესაც უკვე ფორმალურად ეს კანონმდებლობა არის ძალაში შესული. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ყველა ის სამართლებრივი შესაძლებლობა ამ კანონების გასაუქმებლად.